ჩემი ოცნების ძალიან დიდი ნაწილი ახლა. ძალიან დიდი ნაწილი. ერთადი წინა გვაქვს ყველაფერი და ამის სულიც უკეტრია რომ გამარჯობა მომდგარია და ჩემი დიდი ოცნებაც რომ ჭეშმარიტად ჩვენ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ავაშენებ აბსოლუტურად მომდევნოში მოგდა ჩემთვის დღეს ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაც უკეთეს სამეგრელო დღეს ყველაზე კარგი პროგრამაა მაგრამ გამოფენა და ეს გააკეთეს ნიჭიერმა მეგრელებმა ახალაიების და სხვაგვარების დასახელების დასვიგა არაფერს არ ნიშნავს ყველაფერში დამნაშავე ერთი კაცი სააკაშვილი და მისი იდეოლოგია. მან შემოიგრება ეს ხალხი. ასეთი ტიპის ხალხი ყველა ქვეყანაში ნახავთ თქვენ ისეთი ტიპის ხალხს, რომლებიც თქვენ ნახეთ საუბედუროდ ამ დღეებში, ციხეებში ხალხს რომ აწამებდნენ. ესენი ავადმყოფ ხალხი არიან, ნორმალურ ხალხს ამის გაკეთება არ შეუძლია. ასეთი ტიპის ხალხი ნორმალურ სახელმწიფოებში როგორც ესე ან საავადმყოფოებში არიან, ან ციხეებში არიან. ჩვენთან თანამდებობებს იკავებენ. ბოროტების სათავეთ უბნებად გახლავთ სააკაშვილი. აი ეს კაცი, აი ამის ხასიათი, აი ამის დაუბალანსებელი ხასიათიდან მოდის ეს ყველა. ამ ვიდეო მასალების შესახებ თუ იყო ცნობილი თქვენთვის მანამდე ვიდრე გამოქვეყნდებოდა. არა, საერთოდ ცნობილი. ეხლა ესენი აგებული არიან ერთ კაცს და ერთ ძალას. ამათი დაშლა ძალიან იოლია და ნახავთ, ცოტა ხანში ნახეთ როგორ დაიშლება და როგორ დაიწყებენ სერვისს უყელანი. აი ეს დაინახეთ ცოტა ხანში, ცოტა დაელოდეთ. სხვადასხვა ძალიან ხშირად ხუმრობენ ხოლმე ნახევრად რომ ივანიშვილა იმდენი აქვს მერაბიშვილი რომ სააკაშვილის ეჭვი შეეყარა. სხვათა შორის მათ გუნდში შეიძლება ყველაზე აზრიანია, მაგრამ ჩვენ გუნდში მაგას ძალიან დაბალი ადგილი ექნება ჩვენ გუნდში. და ექნება? მაგას გუნდში არა, რა თქმა უნდა, მერაბიშვილს არაფერი ადგილი არ ექნება ჩვენს გუნდში და მასაც დიდი პრობლემები ექნება სამართალთან ჩემი აზრით. რამდენადაც მას ძალიან დიდი პოსტები ეჭირა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული გახორციელდა. მერაბიშვილი აი გუნდში ყველაზე, როგორ გითხრათ, ყველაზე დაბალანსებულია და ყველაზე ზომიერია. და სააკაშვილმა აი ბოლო ტოტი მოჭრა, როდესაც გაათავისუფლა და ახალია დანიშნა მინისტრი. კი არ დააწინაურა, გაათავისუფლა თანამდებობიდან რეალურად. ეხლა ისევ შემოუბრუნდა ვანოს თუ ნახეთ გადაჭრა. ამ თქვენებობთ შიდა დაპირისპირება არის. თუნდაც ეს არა, სააკაშვილმა, როდესაც თავისი წარუმატებელი პოლიტიკის შედეგი მიიღო, როდესაც მე ჩავერთე პოლიტიკაში. როდესაც მათ აღარ ჰქონდათ სწორი სულეთი. როდესაც ისინი კარგავდნენ პოზიციებს, როდესაც ხედავდნენ რომ ყველაფერი მთავრდება. მას არ შეუძლია საკუთარი თავის დადანაშაული. ეს როგორც დაგეგმილი ვქონდა, როგორც ყველამ ვიცოდით იყო და შედგა მრავალ 10,000-იანი სოლიდარობის, ქართული სოლიდარობის, საბოქალაქო სოლიდარობის აქცია, სადაც კიდევ ერთხელ პროგრამული გამოსვლით გამოვიდა საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი საშინელებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მას მერე რაც გამჟღავნდა წამების კადრები და მე ამაყი ვარ დღეს, რომ მთელი სამეგრელო, მთელი ზუგდიდი და მთელი საქართველო ფეხზე დგას და ერთ მუშტად არის შეკრული. ასევე მე მინდა შევახსენო კიდევ ერთხელ, სწორედ დღევანდელ დღეს ზუგდიდიდან მინდა შევახსენო ჩემი ერთ-ერთი მოგვარის უზნეო შვილს, რომ ზუგდიდი არის იქნება მომავალშიც და იყო ყოველთვის სამეგრელოს გვირგვინი. და სწორედ ზუგდიდიდან ჩვენ გავაერთიანებთ თელერს და დავიწყებთ აფხაზებთან ძმობის აღდგენას. შეიგების ხიდის გარდაცვალება შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ხდება და კაცი, რომლის ოჯახიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ სისასტიკეზე და ძალადობაში.